1770 წელი. ასპინძის ბრძოლა. რუსმა გენერალმა ტოტლებენმა ერეკლე მეფე გადამწყვეტ მომენტში მიატოვა. 3000 ქართველი პირისპირ დარჩა ოსმალთა და ლეკთა გაერთიანებულ უზარმაზარ არმიასთან. სხვა მეფე უკან დაიხევდა, მაგრამ ერეკლეს ტყუილად არ ეძახდნენ აღმოსავლეთის ლომს. მან გადაწყვიტა მარტოს ებრძოლა. ერეკლემ გენიალური ხაფანგი დააგო. მან ღამით ჩუმად მოაჭრევინა ერთადერთი ხიდი, რომელიც მტერს უკან დასახევად ან დამხმარე ძალის მისაღებად სჭირდებოდა. შემდეგ კი გამოიყენა თავისი საყვარელი ტაქტიკა, სრუ უკან დახევა. მტერმა იფიქრა, რომ ქართველები გარბოდნენ და მთელი ძალით დაედევნა, სანამ არ მიხვდნენ, რომ ხიდი აღარ არსებობდა. ისინი ხაფანგში აღმოჩნდნენ. პატარა კახი არ იჯდა გარავში. ის პირველი შეიჭრა მტრის რიგებში. ამბობენ იმ დღეს მისი ხმრისგან ჰაერიც კი იჭრებოდაო. მტერი პანიკა მოიცვა. ათასობით მეომარი მტკვარმა წაიღო, დანარჩენი კი ქართულმა ხმალმა გაანადგურა. ეს იყო ტრიუმფი. ერეკლემ დაამტკიცა, რომ ღალატი ვერ გატეხს მას, ვისაც სამშობლო უდგას გვერდით. ასპინძის ბრძოლა გაკვეთილი იმისა, თუ როგორ უნდა აქციო ღალატი და სიმცირე შენს უდიდეს ძალად.